ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ევროკავშირთან, შენგენის წევრ სახელმწიფოებთან უნდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. კი, რასაკვირველია, თუ შეჩერდება ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ფორმალურად ამას შეაჩერებს, ამას იზამს ევროკავშირი, მაგრამ საფუძველი ევროკავშირის გადაწყვეტილებისა იქნება ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ლანძღავს, აკრიტიკებს, ლანძღავს ევროკავშირს, ემიჯნება ევროკავშირს, არ იცავს ადამიანის უფლებებს, მთლიანად ევროპულ პოლიტიკას უკუაგდებს და მთლიანად რუსულ რელსებზე გადართავს ამ ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, თუ ვინმე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებიდან უკვე მომავალშიც გაიშვერს ხელს ევროკავშირისკენ და თუ მათ დაადანაშაულებენ ბრიუსელს ან ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქს ან ნებისმიერ სახელმწიფოს დაადანაშაულებენ ჩვენთვის ვიზა ლიბერალიზაციის წართმევაში, ჩამორთმევაში, დროებით, ჩამორთმევაში ესეც უნდა ვთქვათ, ვიდრე ეს რეჟიმი არ შეიცვლება, ამ ვინმეს რასაკვირველია არ უნდა დაუჯეროთ და უკლებლივ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიშვიროს თითის სწორედ დე-ფაქტო რეჟიმისაკენ, რომელმაც საკუთარი პოლიტიკით, საკუთარი ამქმედებებით საქართველოს მთლიანად გადართო რუსულ რელსებზე და რუსულად მოწყობილი, რუსული ყაიდის ქვეყანა კავკასიის ბელარუსი კი ბუნებრივია არც არავის სჭირდება ევროკავშირში. ამ ჩემი სიტყვების დასტური არის ისიც, რომ ჩვენ როდესაც არ ვიყავით, ან ნაწილობრივ ვიყავით რუსეთისაკენ და არა ასე სრულად თავქვე პირდამხობილები და არ ვიყავით ბოლომდე რუსულ ნავში ჩამსხდარები, აი სწორედ მაშინ ჩვენ მოგვწეს ევროკავშირი. თუ ჩამორთმევა უნდათ, თუ აპირებდნენ რომ ჩამოერთმიათ ჩვენთვის ეს ვიზა ლიბერალიზაცია, მაშ რაღაცომ მოგვწეს, თუ ასოცირების ხელშეკრულება, თუ უვიზო რეჟიმი შენგენის წევრ სახელმწიფოებთან 2017 წელს და თუ 2023 წლის მიწურულს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. სჯიან, ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ამ ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც ძალაუფლებაშია და რომელსაც მიხავს საქართველოს რუსეთისაკენ, აქცევს და გარდაქმნის საქართველოს კავკასიის ბელარუსად და ჩვენ კი რასაკვირველია წინააღმდეგობას ვუწევთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენს მიერ გაწეულ წინააღმდეგობას შედეგი არ მოუტანია, ნაყოფი ჯერჯერობით მოწყვეტილი არ გვაქვს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რეჟიმის მიზანია, ბიზნეს ივანიშვილის რეჟიმი იგულისხმება ცხადია, შეწყდეს ვიზა ლიბერალიზაცია, ეს კამპანია არ მოდის ევროპის დედაქალაქებიდან, ეს მოდის სწორედაც რომ თბილისიდან. ახლა ბევრი მაყურებელი ფიქრობს ან ამგვარ რამესაც იტყვის, რომ რუსეთი ძლევამოსილი სახელმწიფოა, რუსეთი კარგი სახელმწიფოა, ცოტა თუ იტყვის, მაგრამ ძლევამოსილია და რაღაცა ძლევამოსილია და ესოდენ ძლიერია, უმალს ჯობს რომ ჩვენ თვითონვე დავნებდეთ მასო. ისევე როგორც უკრაინაზე ამბობენ ჩვენი თანამოქალაქეები, უბრალოდ ნაწილი ამბობს, რომ უკრაინაც უნდა დანებდეს, იმიტომ რომ რუსეთი ესოდენ ძლიერია, ძალა აღმარცხნავს და ვერაფერს გახდა უკრაინა ამ 3.5 წლის განმავლობაშიო. ერთის მხრივ სწორია, მაგრამ მეორის მხრივ ნახეთ, მე კარგად მინდა ავხსნა რა ტიპის სახელმწიფოს ტერიტორიად გარდაქმნას, სახელმწიფოდ ტერიტორიად გარდაქმნას თავაზობს ჩვენ რუსეთი. აქ არის, ხა მე თან თარგმნი და თან გაჩვენებთ, ეს არის ინტერვიუ, რომ ინტერვიუერი არის პოზნერი. Пойти на союз России. Грузия ключевая страна Кавказа. საქართველოს საკვანძო ქვეყანაა კავკასიაში, Ее надо брать. ის გველოდება და ის უნდა ავიღოთ. Через 30 лет мы себе не простим. თუ არა და 30 წლის შემდეგ საკუთარ თავს არ ვაპატიებთო. ეხლა პოზნერის ეს ინტერვიუ მის რესპონდენტთან გრძელდება ასე. Грузия может обрести назад и Абхазию, и Южную Осетию только при одном условии – вступить в Россию. საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება სამხრეთ ოსეთის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთლიანად შეუერთდება რუსეთის ფედერაციასო. ამ ინტერვიუში ნაწილს კიდევ გაჩვენებთ, კიდევ უამრავ
хорошо бы. ეხლა უყურეთ. Мы верим в Бога или нет? Я не знаю. Нет, Господь создал... Нет, тоже. Но Господь создал... Ну ладно, это фигура речи. Господь создал грузинов для тостов, вы понимаете? Они блистательные. Грузины и тосты... для кино? Для кино, для тостов. Абсолютно. საქართველოს შექმნავს ღმერთმა სადღეგრძელოებისთვის, კინოსთვის, უკვე შემდგომ ამბობენ რომ სიმღერისთვის, მერე უკვე ამბობენ რომ სპექტაკლების დადგმისთვის, ნახეთ? სცენისთვისო. Господь создал грузин для сценичности. Это красивые, веселые дети. Вы любите. Это веселые. ჩვენ ვართ თურმე ლამაზი, მხიარული ბავშვები, მათი წარმოდგენით. Ну да, грузин, да. Но когда надо работать совсем уж руками, там уже армяне начинают лепить эти все. Ну это оставим. Хорошо. Тем не менее. Грузины – украшение России. А сейчас, боже, посмотрите на них, жалко. საქართველო არის დიადემა მორთულობა რუსეთისო და ახლა შეხედეთ რას გვაქვს ეს საქართველო, ამას ამბობენ პოზნერი და მისი რესპონდენტი. დიახ, რუსეთს ჩვენი ტერიტორია არ სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ სატრანზიტო დერეფანი გადის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მან უნდა გააკონტროლოს ეს სატრანზიტო დერეფანი, შუა დერეფანი უნდა გააკონტროლოს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ შილ დერეფანი არ მუშაობს, იმიტომ არა. ეს ერთი ამბავია, გეოპოლიტიკური ამბავია. მეორე არის ის ამბავი, რომ ჩვენ და სამწუხაროდ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, ალბათ ასე უნდა ვთქვათ, შესაძლოა ცოტა ადრინდელი პერიოდიდანაც, მაგრამ უფრო მე-19 საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს რუსეთი უყურებს როგორც ბოდიშვიხტი მოსახმარს. აი დროგ და გათელო იმ ტერიტორიად აღიქვამს. რომ უნდა ჩააბოტო, იქ იღლიცინო, იქ იქეიფო, იქ ქართული ღვინო უნდა სვა, იქ ქართული ღვინო უნდა სვა, იქ უნდა ამღერო ქართველები, იქ ელარჯი უნდა აწელინო ქართველებს, იქ უნდა დაჩაგრო და შენ უნდა როგორც ბატონმა იქ უნდა მოილხინო. მერე უნდა დაბრუნდე მოსკოვში, იქ აკეთო ფული, იქ გამდიდრდე, მერე ჩამოხვიდე ამ ლამას წარპტაც ქვეყანაში, მთაში ახვიდე ისრიალო, ასე მაგალითად ბაკურიანსა თუ გუდაურში, უკვე დღევანდელობაში და ჩამოხვიდე ბარში და კახური ღვინო სვა, ასე მაგალითად ყვარელსა თუ გურჯაანსა თუ თელავში. და თბილისის დასაკვირველია უნდა გათელო და თბილისის არის ამ არაჩვეულებრივი, მართლაც არაჩვეულებრივი ოღონდ ტერიტორიის გული, რომელიც შენია და ეს ქართველები არიან შენი მოსამსახურეები. ლაღსილაღე ამ კონოტაციით, აი ლაღი ცხოვრება უნდა შესთავაზო ქართველებს, ოღონდ ამ სილაღეშიც არის რაოდენი გულის ტკივილია ამ სილაღეში, ამ მათ მიერ შემოთავაზებულ სილაღეში. ამ ყველაფერს კი გეუბნებით იმიტომაც დამატებით, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ევროპის ნაწილი, მიზესთა გამო, ჩვენი უნიათობის გამო, იმის გამო, რომ ვერ მოვიცილეთ ეს რეჟიმი, იმის გამო, რომ რუსეთი ძლევა მოსილია, იმიტომ რომ რუსეთი უჭერს მხარს ამ ბიზნეევანიშვილს და რომ არა აზდიდებით ართმობს მას და ასე შემდეგ, ჩვენ გველის სწორედ ამგვარი ცხოვრება. ჩვენ გველის სწორედ ფეხის ბანა რუსებისათვის, რომელთა ყველაზე კარგი წარმომადგენლებიც კი არიან რეალურად რაშიზმით, პუტინიზმით პირველ ყოვლისა უკვე დღევანდელობაში, მაგრამ რასაკვირველია იმპერიალიზმით და რაშიზმით შეპყრობილები. აი რაღა იმპერიალიზმი და რაშიზმი ვახსენე, ხო? მე უნდა გავიხსენო ერთი გენიალური კაცი. ბოდიშვიხტი ეს ბოლოა ვიდეოსი. გადავახვევ, გადმოვახვევ. Грузия очень важна с геополитикой. Когда не было мира. Делаете сейчас территории, по которой უყურეთ, აი ნახეთ რას ამბობს ეს კაცი. была, есть и остается. Хищность свою, алчность, беспощадность, бездуховность, безнравственность продемонстрировала начну. 250 тысяч войск. ჩეჩნეთზე ლაპარაკობს ამ კონკრეტულ მონაკვეთში ჯოხარ, დიდი ჯოხარ დუდაევი, საკუთარი უგულობაო, უსულობაო
არამორალურობაო, საკუთარი ნარდირობაო, აცებლობაო და ასე შემდეგ, მან ჩეჩნეთის მიწაზეც განახორციელაო და 250,000 კაცი, ჯარისკაცი ოკუპანტი გამოაგზავნაო, უკვე შემდგომ უფრო საინტერესო დეტალია. 5600 единиц только бронетехники на территории. Неслыханное количество в истории против горских общественных, сок, землю, небо. Годиши? Против горских людей и против территорий, по которой на карте ищут микроскоп, набросились, успокоив мировую общественность, сделав заявление из уст президента России, что силового решения не будет, будет только мирное решение. И когда под Новый год смешали песок, землю, небо, кровь и мясо человеческое, смешали и сделали мир. ვერ მივაგენი იმ მონაკვეთს სიმართლე გითხრათ აქ ლაპარაკობს მათ შორის იმაზეც დიდი პრეზიდენტი დუდაევი, დიდი ანტირუსი პრეზიდენტი, რომ უკრაინა კიდევ აუხტებაო და კიდევ დიდი ამბები იქნება უკრაინაშიო და ყირიმთან დაკავშირებით შეასკდებიან ერთმანეთს. ამას ამბობს, წარმოიდგინეთ 90-იანი წლების დასაწყისში, 94 წელია პრეზიდენტი დუდაევი და თითქოს წინასწარმეტყველება ეს მისი 2022 წლიდან 14 წლიდან რეალურად ყირიმთან იმართებაში და 22 წლიდან განსაკუთრებით უკრაინაში, მთლიანად უკრაინაში ის პროცესი მიმდინარეობს, რაც წინასწარმეტყველება დუდაევმა 30-35 წლით ადრე და კიდევ პრეზიდენტი დუდაევი იმაზე ლაპარაკობს, რომ ეს არის ამოსაძირკვი და ერთადერთი ბლოკი უნდა არსებობდეს, სამხედრო ბლოკი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფო ამ ბლოკში უნდა გაწევრიანდეს და ამ ბლოკს ქვია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ჩვენც რასაკვირველია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები უნდა ვიყოთ ოღონდ. ოღონდ ამბავიც ის არის, რომ ეს არსებული რეჟიმი გარდა იმისა, რომ ევროკავშირისკენ აღარ მიემართება, აღარ მიეშურება და აჩერებს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირისაკენ. გარდა იმისა, რომ ეს არსებული რეჟიმი აჩერებს მისი ქმედებით, საკუთარი ქმედებით ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს. გარდა იმისა, რომ ჩინეთისა და რუსეთისაკენ გადავიდა ეს რეჟიმი და ეს კი გვიქადის ჩვენ სრული დესუვერენიზაციით და ჩვენი სახელმწიფოებრიობა მოხდება, ანუ გავუქმდებით როგორც სახელმწიფო ამ ყველაფრის გარდა და გარდა იმისა, რომ აქ იქნება სრული რუსული უკვე არის და სრული რუსულენოვანი აგენტურა იქნება ჩვენს ქვეყანაში გაჯერებული და ესეც რომ ვიცოდეთ, გარდა ყველაფრისა, აი ამ უბედურებისა ჩვენ როგორც სახელმწიფო უბრალოდ აღარ ვიარსებებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ეს რეჟიმი დავტოვეთ. ახლა ზვიერ გამსახურდია ამბობს, აი დუდაევის მეგობარი ჯერ კიდევ მანამდე სანამ ის ხელისუფლებაში მოდის 90 წლის 28 ოქტომბერს 99-ში აქ ეს სიტყვა წარმოთქმული არ მინდა შემეშალოს, შესაძლოა 90-ში აირჩიე ქართველო ერო. დიახ, ეს სიტყვა ისტორიულია, გამსახურდია შეიძლება მოგწონდეს და შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ისტორიული სიტყვა აირჩიე ქართველო ერო, ეს არის გზა ქრისტესი და გზა ბარაბასი, გზა ილიასი და გზა ბერბიჭაშვილისა, იქ რამდენადაც მახსოვს ბერბიჭაშვილს სულაც არ აღწერებს, მაგრამ იმას კი ამბობს, რომ ილიას მკვლელები გზას არსებობს და ვის გზას ადგას ბიზინა ივანიშვილი, ეხა ეს ნათლად თქვათ, ხო? რასაკვირველია ადგას ბიზინა ივანიშვილი, სწორედ მოგიხდება ხოლმე ვიდეოები, სწორედ ბერბიჭაშვილისა და სერგო ორჯონიკიძის გზას. და კიდევ ერთი ამბავი, რომ ვიცოდეთ მაინც. ის რომ პრეზიდენტად მომუშავე კაცი მიხეილ ყაველაშვილი მიემგზავრება თუ უკვე გაემგზავრა ვატიკანში, ან ის რომ ვატიკანის საელჩოში აქ ვინმე ბექადავითულიანმა დატოვა ჩანაწერი პაპის გარდაცვალების სამგლოვიარო ჩანაწერი სამძიმარი რაღაც სამგლოვიარო წიგნში თუ არ ვცდები ასე ჰქვია, ეს არ ნიშნავს, რომ გინდა ვატიკანი, გინდა მთლიანად ევროპა, გინდა მთლიანად მსოფლიო ამ რეჟიმს ცნობს. არ ნიშნავს ამას, რატომ ირეკავს საქართველოს ბანკი არ ვიცი, მე დავილაპარაკოთ საქართველოს ბანკს. ბოდიში ჩაუწევ, ხო. და ეს არ ნიშნავს ამას,
მე ვიცი ერთი რამ, რომ ამ რეჟიმის სიცოცხლის უნარიანობა დამოკიდებულია ყველა ბევრ რამეზე, ბევრ ფაქტორზე, მაგრამ მათ შორის იმაზეც რამდენად აქტიურები ვიქნებით ჩვენ. და თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები და ნათელი გზავნილები გვექნება და მორალური გზავნილები გვექნება და ჩვენს მორალურ უპირატესობას, რომელიც ისედაც გვაქვს, ვაჩვენებთ ყოველდღიურ რეჟიმში, წარმოვაჩენთ ყოველდღიურ რეჟიმში, ეს რეჟიმი გარწმუნებთ, რომ გაცილებით მალე დასრულდება, გაცილებით მალე დამარცხდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით, ხუთი შეხედვით, თუ 17 შეხედვით ჩანს. ვიზა ლიბერალიზაციას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აჩერებს სწორედ ეს ხელისუფლება. რუსეთისკენ ჩვენ მივყავართ სწორედ ამ ხელისუფლებას. რუსეთს სჭირდება ეს ტერიტორია საღლიცინო, საქეიფო დროის გასატარებელ სივრცეთ. ტერიტორიად, რომელშიც ქართველები ან არ არიან საერთოდ, ან არიან მომსახურე პერსონალები, არ ვაკრიდებ მომსახურე პერსონალობა, განაცუდია, მაგრამ რუსების მომსახურეობა და მათი ხუშტურების დაკმაყოფილება არის ცუდი, იმიტომ რომ ისინი ბატონ პატრონებად და მასპინძლებად იგრძნობენ, უკვე გრძნობენ და მომავალში იგრძნობენ თავს ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში, რომლის შვილიც იყო გრიგოლ ხანძთელი, რომლის შვილიც იყო ბაგრატ მესამე, რომლის შვილიც იყო დავით აღმაშენებელი, რომლის შვილიც იყო ცოთა რუსთაველი, რომლის შვილიც იყო თამარ მეფე, რომლის შვილიც იყო გიორგი ბრწყინვალე, რომლის შვილიც იყო ნებისმიერი კარგი მონარქი, რომელიც ჩვენ ყოლია გიორგი ბრწყინვალე, ვახსენეთ თუ არ ვცდები კი არა, არ ვცდები ჩვენ გვყავდა არა მხოლოდ მონარქი ჩვენი, ეს არის ქვეყანა, რომელმაც შექმნა დავით გურამიშვილი, ეს არის ქვეყანა, ეს არის უწყვეტი ხაზი, ხო? რუსთაველიდან გურამიშვილის გავლით, მერე ბარათაშვილი, მერე ილია, მერე ვაჟა, მერე გალაქტიონი, აი ამ ქვეყანაში რუსებს უნდათ გაბატონება და ეხლა შენზეა დამოკიდებული, აი რომ მისმენ ამ ყველაფერს ეგუები თუ ეწი და აღბდეგები. ამ ყველაფერის გამო თავჩაქინდრული და სამზარეულოში შეყუჟული ხარ რუსების და ქართულგარიანი რუსების ესოდენ გაბლატავების გამო, თუ მაინც თუნდაც მცირედით აპროტესტებ ამ ყველაფერს, თუნდაც ბალიშზე თავდადებული ამბობს საკუთარ ოჯახის წევრებთან, მეუღლეებთან, შვილებთან, დედებთან, მამებთან, დაძმებთან და ასე შემდეგ, რომ ასე არ შეიძლება თუ შენ ეგუები იცოდე, რომ შენი შვილი იქნება პირდაპირ იმ მნიშვნელობით რუსეთში, გაიღვიძებს ერთ არამშვენიერ დღეს და შენი შვილის გამოსასწორებელი იქნება ის, რაც ჩაქაქეს შენ წლების წინ თუ წლების განმავლობაში და შესაძლოა შენ შვილს, რომელიც ამბობ რომ გიყვარს, აზღევებინოს რუსეთმა სისხლით და შენი შვილი კი აუცილებლად, შენი შთამომავალი კი აუცილებლად დაღვრის სისხლს. აი ეს არის არჩევანი, ეს არის გზა ქრისტეს იკლავეს ესხები გამსახურდიას და ეს არის გზა ბარაბასი, ეს არის გზა მოწამებრივი ცხოვრებისა, ილიას ცხოვრებისა და ეს არის გზა ბარაბასი თუ ბერბიჭაშვილისა თუ პატარა იმერელი ბიჭისა თუ ილიას კვლელებისა ზოგადად თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის გზა ეს არის გზა ერთის მხრივ დიდი ქართველებისა უკვე ჩვენს დროებაში მერაბ კოსტავასი და მეორეს მხრივ ეს არის გზა არ ვიცი აი ბიზინა ივანიშვილისა, მამუკა მდინარაძისა, თეა წულუკიანისა, სოზარ სუბარისა ვინდა ავასახელო კიდე კობახიძე არ გამორჩეს, ღარიბაშვილისა და ხო ღარიბაშვილს ოპოზიციად ქმნიანო და მაგის ოპოზიციონერობა არ გაიშვა არსად. ნახვამდის.